განათლება და ტექნოლოგიური განვითარება სწორედ ამ ორ მიმართულებას დავაკავშირებთ ახლა საქმე ინდილას სტუდიაში, რადგან დაფიქრებად ღირს, რომ როცა ხელოვნური ინტელექტი მომავლის სისტემა არის, რომელიც მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენს რეალობაში საგანმანათლებლო სფეროსაც ადვილად მისწვდება. დღეს თუ ახალ ამბებში, მაგალითად რეკომენდაციებში, ჩატბოტებსა თუ ფოტოალბომებში, რაც არ უნდა გავიხსენოთ, AI არის ყველგან, რატომ არ მიაღწევს განათლებამდეც? სწორედ ამაზე ბევრი არ უმსჯელიათ, ეს რეალობაც არის და სწორედ ამიტომ Mastercard-მა და AI Hub-მა Fast2.com-ის მხარდაჭერით სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს და საქართველოში ახალი საგანმანათლებლო ინიციატივაც წამოიწყეს, რომელიც მომავალი თაობის პროფესიონალებს AI სფეროში განვითარებისთვის სანდო და პრაქტიკულ გზას თავაზობს. სტუმრებისგან მოვისმენთ უკვე დანარჩენს, ჩვენთან ერთად არიან David Gudadze, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი, ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოსა და სომხეთში. მივეცალმები ნატალი პატარიძეს, ნატალი ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი გახლავთ და ჩვენთან ერთად არის ვახო ჭიდავა, ვახო არის სწორედ Fast2-ს გენერალური დირექტორი. დილამშვიდობის. მადლობა მობრძანებისთვის. ქუთაისზე ძალიან ბევრი ვისაუბრე თქვენ მოსვლამ. და დამსახურებულადაც. როგორ ბრძანდებით მანდ დავით? კარგად. წარმატებულ ინტერვიუს გილოცავთ Tech-Inform-ში. ძალიან საინტერესო იყო და მადლობა. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დავიწყოთ, რას უკავშირდება ეს ინიციატივა? რა ხედვის? მე ვერ დავარქმევ მაგას მხოლოდ კამპანიას, იმიტომ რომ ეს ცოტა სხვა რამეა ვიდრე კამპანია. ეს არის ნაწილი რაღაცა გარკვეული ფილოსოფიისა და ხედვისა, რომელიც Mastercard-ს ყოველთვის ახასიათებდა და მოდი ვთქვათ, რისი გაგრძელება ან რისი დასაწყისია ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მოდი ვთქვათ დასაწყისია და დიდი მადლობა ქალბატონ ნატალის, რადგან მისი ინიციატივა ეს ყველაფერი და ჩვენ უბრალოდ მხარდამჭერები ვართ ამ ყველაფერში. რა თქმა უნდა, ხედავთ რომ ხელოვნური ინტელექტი შემოდის ჩვენ ყოველდღიურობაში და დიდი სურვილი გვაქვს ზოგადად რომ Mastercard-ი ფინანსურ განათლებას უჭერს მხარს საქართველოში და მთელ სოფლიოში. შესაბამისად ხედავთ რომ ესეთი ტიპის ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. რადგან დიდი გამოწვევები არის ხელოვნურ ინტელექტს მოაქვს არა მარტო რაღაცა ცდომა ახალ ტექნოლოგიებთან, ამასთან ერთად გამოწვევებიც ბევრი აქვს. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი არის ახალი თაობა უფრო მზად იყოს ამ ყველაფრისთვის და შესაბამისად საქართველოს მზად იყოს. რაღაცა ისეთი გააკეთოს, რაც შეიძლება სოფლიო დღეს ვერ გთავაზობს და მით უმეტეს რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რაღაცა ახალი ინიციატივები შეიქმნას. ამიტომ ქალბატონ ნატალის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ესეთი ტიპის ინიციატივა აქვს, განსაკუთრებით აი ქუთაისში ხდება ეს ყველაფერი. რას მოიცავს ნატალი ეს კურსი, რომელიც მიმდინარე თვიდან იწყება, ხო, უკვე აპრილის უკვე დაწყებულიც არის აპრილის თვიდან. რას მოიცავს და აი რა ლოგიკით იქნება შემუშავებული ის კურსი, რომელსაც თქვენს თავაზობთ, იგივე, არ ვიცი, Netflix-ი რა ლოგიკითაც და მეთოდებითაც მუშაობს, TikTok-ი თუ სხვა, სადაც AI განსაკუთრებით აქტიურია. ეს კურსი შეიმუშავა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა თავიდან ბოლომდე და ჩვენი ინიციატივაც ეს იყო, რომ ისეთი კომპანია, როგორიც არის Mastercard-ი, მისი გამოცდილების გაზიარება მომხდარიყო ჩვენს ახალგაზრდებზე და რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი დეცენტრალიზაციის იდეა, რაც არის, პირველ რიგში ალბათ ფუნდამენტი არის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და ამის გაზიარება და ამისთვის მეც მადლობით დაგიბრუნდებით ბატონო დავით, რომ მოგვეცით ამ პროექტის განხორციელების შესაძლებლობა და მართლაც არაჩვეულებრივად მიმდინარეობს ლექციები. თქვენ კითხვას რაც შეეხება 40 ახალგაზრდა იღებს ახლა ამ წუთში მონაწილეობას. დიახ, ჩვენ წინასწარ შევარჩიეთ ახალგაზრდები, რომლებსაც ჰქონდა Python-ის გამოცდილება და ენის პროპედევტიკული კურსი, მაინც ჰქონდა გავლილი ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა, მათემატიკური უნარები და შემდეგ უკვე მოხვდნენ ამ კურსზე და კურსი მთლიანად მოიცავს აი უმაღლეს საფეხურს. ფაქტობრივად 2 თვის შემდეგ შეუძლიათ რომ არსებული თულების დაგენერირება, პრობლემის გადაწყვეტა ნებისმიერი სფეროს მიმართულებით ხელოვნურ ინტელექტში ისწავლონ და გამოიყენონ თავისი ცოდნა პრაქტიკული უნარების საფუძველზე. წამოვიდა იდეა. საიდანღაც კონკრეტულად იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელზეც დავითიც საუბრობდა, უნდა ვიცოდეთ და მზად დავხდეთ. მზაობაში მთავარი არის ცოდნა. და სწორედ ამიტომ შეიკრიბა. თუნდაც დღევანდელი სახით თქვენი ტრიუმვირატი ეს თქვენი სახით, თორე კადრებში მიდის სწორედ ის 4 ათეული თუ მეტი არა ახალგაზრდებისა, რომლებიც იღებენ ამ ყველაფერში მონაწილეობას. საბოლოო ჯამში რა ტიპის პროფესიონალებს ვიღებთ, ნატალი? და რისთვის იქნებიან ისინი მზად? ჩვენ გადაცემებს ძირითადად ბიზნეს საზოგადოება უყურებს და მე მინდა მათ, რომლებიც ბევრ წუხილებს შორის ძირითადად
კადრებზე და პროფესიონალებზე საუბრობენ, მათ დეფიციტზე, სწორედ იცოდნენ თქვენი თანამშრომლობით რა ტიპის პროფესიონალებს მეიღებთ. დიახ, აი ზუსტად ამიტომ მოვამზადეთ ისეთი კურსი, რომ სწრაფ დროში მიგვეღო ისეთი ახალგაზრდები, ისეთი ადამიანური კაპიტალი და რესურსები, რომელიც მომსახურებას გაუწევს ნებისმიერი დამკვეთის სურვილს და აკმაყოფილებს, პრობლემის იდენტიფიცირებას, გადაწყვეტას ნებისმიერ სფეროში და ჩვენ ვიცით, რომ აი ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებზე როცა ვსაუბრობთ, ეს თითქმის უკვე აღარ არის მომავალი, ყოველდღიურად მზარდია, ექსპანსია აქვს ფაქტობრივად ამ დარგს, ყველა დარგში შეაღწია აბსოლუტურად სამედიცინოდან დაწყებული ინჟინერიით დამთავრებული და შესაბამისად ყველა დარგს დაჭირდება და ყველა კომპანიას AI-ის სპეციალისტი, რომელმაც იცის არსებული სერვისები, პრობლემის იდენტიფიცირება და არსებული სერვისების დანერგვა ამ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით და სწორედ ამ უნარებს და სკილების მქონე იქნება ჩვენი კურსდამთავრებულები და იმასაც აქვს მნიშვნელობა, რომ დისტანციურად დასაქმების შესაძლებლობას იძლევა ეს პროფესია და ბუნებრივია მსგავსი ტიპის ციფრული თაობა აღარ დატოვებს რეგიონებს, აღარ დატოვებს ქალაქს და შევინარჩუნებთ ახალგაზრდობას რეგიონებში. მოგესალმებით, ბედნიერ კიდევ ერთხელ. მოდი პირველ რიგში ჩვენს მაყურებლებს fastfood.com-ის საქმიანობა გავუზიაროთ და გავაცნოთ და შემდეგ უკვე იმ პარტნიორობაზე მოვუყვეთ, რომელიც თქვენთვისაც ასევე ისეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც Mastercard-ისთვის და AI Hub-ისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. Fasto არის საგადახდო მომსახურების პროვაიდერი. ჩვენ როგორც B2B-ს, ასევე B2C-ს მიმართულებით თავაზობთ მომხმარებელს ლოკალურ და საერთაშორისო გადახდებს, ასევე ელექტრონული საფულის პროდუქტს. შესაბამისად, ჩვენთვის ფაქტიურად ყველანაირი პროდუქტი და სერვისი დიჯიტალში იქმნება. აქედან გამომდინარე, ეს პროექტი ჩვენთვის ერთ-ერთი წყარო შეიძლება გახდეს მომავალში ამ სტუდენტების პოტენციური დასაქმების ნაწილში. რეალურად თქვენს ახსენეთ, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა არის დღეს ადამიანური რესურსის მოძიება, არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე რესურსებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში ვეძებთ. და რეალურად AI-ის მიმართულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენი განხრით, არა მხოლოდ ჩვენი, ძალიან ბევრ სფეროში შეაღწია და გამოყენება ჰპოვა. განსაკუთრებით გადახდების ნაწილშიც ძალიან აქტუალური ხდება. აქედან გამომდინარე, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს სტუდენტები, რომლებიც შეირჩა Nebula AI-ის მიერ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას შემდეგ რაც კურსი დამთავრდება, უფრო ახლოს გავისნობთ კიდევ ამ ადამიანებს და ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, რომ ჩვენ კომპანიებში მოახდინოთ მათი ინტეგრირება. ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მიზანი და არა მხოლოდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ეთერის საშუალებითაც და სხვა არხების საშუალებითაც სხვა კომპანიებიც აუცილებლად დაინტერესდებიან ზუსტად ვიცი ამ სფეროში რამდენად დიდია მოთხოვნა ასეთ სპეციალისტებზე. ინტერესი როგორი იყო ნატალი? დასაწყისიდანვე. აი ეს მომიყევით რა და ძირითადად ეს მაინც რომელი კონტინგენტი არის? სხვა მაინც საიდან მოვიდნენ ძირითადად ახალგაზრდები და ბავშვები? სკოლები, რომლებიც არის მე-11-მე-12 კლასი და დიახ, წარმოდგენილი, ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულებით სტუდენტებით არის ძირითადად დაკომპლექტებული ჯგუფი. მიმდინარე კურსი, რომელიც ახლა მიმდინარეობს 8 კვირის განმავლობაში იქნება, ხო? რა რჩევები შეგვიძლია და პრაქტიკული გამოცდილება გავუზიაროთ კიდევ იმ სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან და უნდათ რომ ამ პროექტში სამომავლოდ ჩაერთონ? სამომავლოდ ბუნებრივია, რადგან ეს კურსი არის უშუალოდ უკვე გამიზნული ისეთი ტიპის კონტინგენტისთვის, რომელსაც გარკვეული სკილები უნდა ჰქონდეს და ფლობდეს გარკვეულ უნარებს, ალბათ ენობრივი ბარიერი პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია და მათემატიკის მიმართულებით რომ გაიმჯობესონ უნარები, იმიტომ რომ ამის გარეშე ფაქტობრივად დეველოპმენტი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით რთული შესასწავლია. თუმცა დაწყებით კურსსაც ვგეგმავთ შემდგომში რომ დავნერგოთ და უფრო ხელი შეუწყოთ, რომ ახალი თაობა მეტად ჩავრთოთ და უფრო რეზონანსული იყოს ამ პროფესიის გავრცელება ქუთაისში და არა მხოლოდ ქუთაისში რეგიონებში. არქი, მე კიდე უფრო მეტად ჩავშლი, იმიტომ რომ ნატალიმ რაღაც საფუძვლები გააკეთა ამ ყველაფრის, მაგრამ
სამომავლოდ როცა ნებულო გააგრძელებს ამ ამბებს და დარწმუნებული ვარ, არ მოაკალდება მხარდაჭერები, მათ შორის ის საერთაშორისო კომპანიებისგან, როგორც Mastercard-ია. აი ისინი, ვინც ისწავლობენ მაგალითად ფინანსების მიმართულებით, იმავდროულად რომ იცოდეთ და გაითვალისწინოთ, რატომ არის ინტერესი აქ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისთვიდან. ისწავლიან თაღლითობის აღმოჩენის უნარებსაც დაეუფლებიან. მარკეტინგში ჩართულები მომხმარებლის ქსევის პროგნოზირება, ანუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ დღეს და უამრავი სხვა, რასაც ბრიფში ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში ვიდრე ესტუმრობა დაიგეგმა, ჩვენ ვკითხულობთ, საუბარია მოწინავე ცოდნის და პრაქტიკის საფუძვლების სრულად დანერგვა და გამოყენება. ვახტანგ, თვითონ ამ თემაზე, რაც ვემბრძანეთ, ეს საზღვრები მან მოშლილია საკადრო დიდი ხანია, განსაკუთრებით თქვენს ინდუსტრიაში. ქართველი პროფესიონალები, რამდენად კონკურენტულები არიან, ამ შემთხვევაში ჩათვალეთ, რომ ცოდნას ვტესტავ, ჩემთვის მათსაც და რამდენად მოთხოვნადი არიან, მიღმა ცხადია თქვენი კომპანიისა და სხვებისა, არიან, იზრდებიან, მოდის პროფესიონალების თაობა თუ უფრო მეტია განათლებაში დასაინვესტირება. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ამ კონკრეტული მიმართულებით უფრო მეტი არის ამ ეტაპზე გასაკეთებელი, იმიტომ რომ რეალური ეს შეიძლება გამომდინარეობს იქიდან, რომ თვითონ ბიზნეს სექტორიც პრაქტიკაში ეხლა იწყებს უფრო აქტიურად გამოყენებას ამ კონკრეტული მიმართულების, ვიდრე საერთაშორისო ბაზარზე ხდება. შესაბამისად, ანუ თვითონ პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება ჩემი აზრით დგას. დღეს ახლა საერთაშორისო ბაზარზე უფრო მარტივი შეიძლება იყოს პროფესიონალის მოძიება ამ მიმართულებით, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე. ნუ ესეც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ჩვენთვის, რომ ანუ ამ მიმართულებით რეალურად ახლა ყველას გვესმის, რომ დღეს ხდება ეს ყველაფერი და ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით. კი, ამას გულისხმობ ზუსტად და ძალიან კარგი ინიციატივა არის, ჩვენ ეგრევე ჩავერთეთ, როგორც კი გავიგეთ ნატალია, გააგრძელებს ნებულა ამ იმას მუდმივად და რა არის იმის საჭირო ნებულამ გააგრძელა უკვე და კორსერასთან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობა ასევე და 1400 სტუდენტს გადაამზადებს ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით წლის განმავლობაში. წელი წლის განმავლობაში. დიახ. შევსებული. მომავალ წელს მე მგონი ეს კითხვა აღარ დაისვა. მაგრამ ეს კითხვა ახლა დასასმელია. დავით, თქვენი ჩართულობა სრული და მუდმივი იქნება ამ ტიპის პროექტებში დარწმუნებული ვარ. ჩვენც როგორც ვახტანგ აღნიშნა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლოკალური კადრები გაიზარდოს, ჩვენც გვიჭირს ხოლმე კადრების ძებნა. ამბიცია გვაქვს, რომ გავზარდოთ ჩვენი ოფისი და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ახალგაზრდები, რომელიც იგივე ნებულასგან იქნება თუ სხვა მიმართულებიდან, ავიყვანოთ შემდეგ და დავასაქმოთ საერთაშორისო კომპანიაში. წარმატებები. დავით ზღუდაძეს ტიტრი და მისი პოზიცია, ანუ რეგალია არის ახალგაზრდებს მიმართავ. Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში და სომხეთში. გლობალური კომპანიებში უკვე ძალიან ბევრი არიან ქართველები მოწინავე პოზიციებზე, მსგავსად დავითისა და რაც უფრო მალე ჩაერთვებით საიმისოთ, რომ ამოავსოთ ის ვაკუუმი და მოთხოვნა, რომელზეც მათ შორის ვახტანგი საუბრობდა, ნატალი მაგერ არაჩვეულებრივად დაგეგმა, მით უკეთეს. ამიტომ ჩაერთეთ ნებულას ამ აქტივობებში. ჩვენც აქვე ვართ და სრულად დაუჭერთ ყველაფერს მხარს, რაც აქ ხდება. დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში, ნატალი პატარიძე, ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი და ნებულა, ანუ AI Hub-ის შემოქმედი და ვახო ჭიტავა, იგი Fast-ус გენერალური დირექტორი გახავთ. მადლობა სტუმრებს საქმე იდილა შემოსტუმრობისათვის.